დაკავებული 4 მაღაროელის განაჩენი 20 იანვარს გახდება ცნობილი. მოსამართლემ დღეს განაჩენის გამოცხადებისაგან თავი შეიკავა და საკითხი გადადო. მაღაროელები აღნიშნულს ბრალდების აბსურდულობას უკავშირებენ. ცნობისათვის დაკავებული არიან მაღაროელები მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და ჭიათურელი. საპროტესტო აქციების მონაწილე თენგიზ გველესიანი. დაკავებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ველოდები ყველა ადვოკატების გამსწრების აკიმრების მაშორის რომ დღეს მოსამართლემ გამოიტანდა განაჩენი. რა თქმა უნდა მოსამართლემ გამოაცხადა რომ გავდიე განაჩენის გამოსატანად და ველოდებოდი ყველა ამ განაჩენს. თუმცა თვითონ არ გამოცხადდა მოსამართლემ სწორად გარეკა ვიღაცის შემოქმედა მოვლენდა რომ ვერ გამიგას განაჩენი დღეს პროცესი გადაიდოს სამშაბათს 11 საათამდე. ეს მეგობრებო იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე იმდენად აბსურდული, იმდენად შეკერილია, რომ მოსამართლეც კი ვერ ხვდება საერთოდ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გამოვიდეს. თუმცა თქვას რომ აი ეს მართალია და ამ ეს ბიჭები ნამდვილად დამნაშავეები არიან და 9 წელი უნდა გაუშვათ ციხეში. ადამიანია ისიც და ხვდება რომ ამ ხელად ცოდვის ჩადენა არ არის მარტივი საქმე. და ეს საქმე და ეს პროცესი მთლიანად არ ეხება მარტო თენგიზი კობერიძე ვინცემა იმას. თენგიზი კობერიძე ვინცემა მაგით უნივერსიტეტს აინტერესებდა. ეგოთი კაცი მან არ უნდა იყოს და სიცხავის ვიღაცები უნდა იყოს და სოხანერად გამიგდეს ნამდვილ სასამართლო პროცესი. დემოკრატიულ გარემოში რა თქმა უნდა. მაგრამ აქ ეს არის შეკერილი, შერჩევითი ყველაფერი და აბსურდული ბრალდება, გამოგონილი მუხლი, რომელსაც ვერც პროკურატურა ამტკიცებს და ვერც მოსამართლე გამოაქვს ამ მუხლზე საბოლოო განაჩენი. ხალხო ეს იმიტომ ხდება რომ თუმადრო ხარ მას უარი ხარ მოსამართლობაზე. ეს იმას ნიშნავს კიდე რომ ფაქტობრივად ბიჭების გაწმობა პირდაპირ სამშაბათს შეიძლება პროცესის ჩამისვლის გარეშე მოსამართლემ წერილობითაც გამოაქვეყნოს და განაჩენი გამოაცხადოს ისე რომ თვალებში არ ჩახედოს იმ დაკავებულებს. თვალებში არ ჩახედოს ჩვენ თითოეულს და ის მწვანი სახე არ დაგვანახოს რეალურად. იმიტომ რომ გამამკუნებელი განაჩენი, ალბათ ეს განაჩენი მათი დაჭერის მიდამე უკვე ცნობილი იყო მათთვის. მაგრამ პროცედურულად გაწერეს პროტოკოლის მიხედვით 9 თვე ჭირდებოდა პროკურატურას, ეს აბსურდი მასკარადი დაერგა თავიდან ბოლომდე. მაგრამ არ შერჩებათ მეგობრებო ეს რა თქმა უნდა მთლიანი ქალაქის შიმშილი ხალხი საშვენ უნდა შევნა და ამიტომ თქვენ ვიხოთ აუცილებლად ამოხოკებარია მეგობრები კი არ უნდა დაიმკვიროთ თქვენ გამოაგზავნეთ ჩართეთ ამ საქმეში ანტიკორუფციული პირველ რიგში გამოავლინეთ ის ოძალადეები ის ჭამელები რომლებიც ხიან და ანგრევენ ხიანად ჭიათურას დრო არის რომ მოეგო თუკი ხელისუფლება ხია თუკი შენ მართლა პრემიერი ხია ირაკი კობახიძე გაიძვერა უნამუსომ ზურა ყაჩაველმა რომელმაც ჩამოგიტანა თვითონ ამბავი ეს დაჭერილი ყავდა ეს დაკავებულთა ჩვენმა ფენსნოგრობა დასწრება არც ერთ სამშაბათს რომლებიც ამ კრიმინალურ ბანდას არასდროს არ დავემონებით არასდროს არ ვეთქვით შავზე თეთრიაო და ამ პირიქით თეთრი შავიაო გამოვწვიდით თეატრულებო ქალაქში ხდება შველა ამ 4 მოსამართლე დაკავებული ბიჭების რომლებსაც ბოლო განაჩენსაც კი ვერ უცხადებენ ამათი დაკავებისას ამას ინდივიდუალს თქვენ არ გეფრებათ არაფერს მოამყოფეთ მომავალთაობას სამიზამო და შეუწყეთილ ბატონობაში გადაარჩინეთ თქვენი საკუთარი შვილები თორე ხვალდაზე ყველას მოგაგებიან კარგო ჭიათურაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ ჯორჯიან მანქანეცმა და მისმა მმართველმა სტრუქტურამ მიწისქვეშა მოპოვებაში აჩერა. ეს გადაწყვეტილება ასობით ოჯახისათვის შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. მაღაროელები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხელფასების სრულად აღდგენასა და სახელმწიფოს ეფექტიან ჩართულობას ითხოვდნენ კრიზისის მოგვარებაში. დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 4 მაღაროელი შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთა ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე აქვთ შრომითი პროტესტის კრიმინალიზაციასთან. მათი თქმით, მაღაროელები ისჯებიან არა დანაშაულისთვის, არამედ სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის მცდელობის გამო. სწორედ ამ საფრთხემ გამოიწვია ფართომასშტაბიანი სოლიდარობა, აქციები ჭიათურაში და თბილისში, ასევე შიმშილობის დაწყება რამდენიმე მაღაროელის მხრიდან. საქმე უკვე გასცდა ერთი კონკრეტული ინციდენტის ფარგლებს და გადაიქცა ფართო საზოგადოებრივ საკითხად. რამდენად დაცულია საქართველოში შრომითი პროტესტის უფლება და ხომ არ გამოიყენება სისხლის სამართლის კანონმდებლობა სოციალური უკმაყოფილების ჩასახშობად.